2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინფორმაციით უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება და პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება. პარალელურად აიტვირთება სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებლის გამოცდის მონაცემებიც. პროცესი 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით სულ 24 ცენტრი იყო გახსნილი, მათ შორის ერთი თელავში. პროცესი წარიმართა სტაბილურად იმ სტანდარტების დაცვით, რომელიც გაწერილი არის კანონმდებლობით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განათლების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე ყველა უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და ერთობლივი საქმიანობით შესაძლებელი იყო ასეთი მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. უკვე დაწყებული არის იმ ნაწერების გასწორება, რომელიც პირველ რიგში ქართულ ენასა და ლიტერატურას ეხება, თუმცა სხვა საგამოცდო საკითხებიც გადაგზავნილი არის გამსწორებლებთან. სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში პირველადი შედეგები უკვე აიტვირთება გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სადაც თვითოულ გამოცდაში მონაწილე პირს აქვს საკუთარი დომეინი და პაროლი, რომლითაც მას შეუძლია რომ საკუთარ გვერდზე შესვლით იხილოს არა მარტო შედეგი, არამედ იხილოს ის გასწორებული ნაწერი და მას შემდეგ რაც პირველადი ნამუშევრების შედეგები გამოქვეყნდება, მათ აქვს უფლება რომ როგორც მთლიანი საგამოცდო ნაწერი, ასევე მისი კონკრეტული ნაწილის აპელირება მოახდინონ და შესაბამისად ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კონკრეტული პროცედურები კანონის დაცვით უზრუნველყოფილი იქნება. კიდევ ერთხელ ყველა გამოცდაში მონაწილე პირს უსურვებ წარმატებას, დარწმუნებული ვართ, რომ მათ მიეცათ სრული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალი გამოემჟღავნებინათ. აბიტურიენტებისთვის მინდა აუცილებლად ხაზგასმის თქვა, შედეგების ნახვის შემდგომ მათ და რა თქმა უნდა აპელაციის პროცესის დასრულების შემდგომ მათ ექნებათ საშუალება და ეს ფანჯარა იცით თქვენ რომ მუდმივად ღია არის, შეცვალონ თავიანთი არჩევანი, ჩამოაყალიბონ რომელი პროგრამები, რომელი უმაღლესებია მათთვის უკვეთესი და დაალაგონ რეიტინგულად ეს